მეგობრებო, მოგესალმებით. ნაშუა დღეს ისევ ახლა ესე სახელდახელოდ წერ ჩემს ვიდეოს, რადგან მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. პირველად რო ვიყიდე ჰორტენზია, ისე ძალიან მომეწონა. ისეთი ლამაზი იყო, რომ ტრანსპორტიდან დავინახე უკვე დამჭკდარი გარეთ გაფუჭებულ ყვავილებთან იდო დომინოში და უკან მივტრიალდი და ვნახე რაღაც სასწაული ფერი იყო, თან ეს დამჭკრერობისგან იყო გაყავისფერებული და ცისფერი ერთმანეთს შერეული და სინამდვილეში ვინც იცით ხო ყველა მეცის რა ჰორტენზიები მე არ მყავდა ნანახი და ძალიან გამიკვირდა და ეს ჟანგის ფერს იყიდებს ხოლმე სიცივეებისკენ და უკვე გაფუჭებისკენ რომ მიდის, მაგრამ გაფუჭებისკენაც არ ითქმის, იმიტომ რომ პარიზში რო უყურებ ხოლმე ბლოგებს და თაიგულებს ყიდულობენ გოგოები, ესეთ ფერებსაც არჩევენ მოშვინდის ფრო, მოჟანგის ფრო და თვითონ ინარჩუნებს ეთყობა ესეთ ფერებს დიდხანს და მე რაც ახლა სასწაულად მომეწონა შევიძინე და ვიკითხე და ყველამ გამწია სხვადასხვა პასუხი, რა თქმა უნდა ინტერნეტშიც მოვძებნე, მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ ამ ყვავილმა გადაიტანა 1 წელიწადი, გადასდა მეორე წელს, ესე იგი რო ვიყიდე შარშან ამ დროს ვიყიდე, უფრო სიცივეები რო იყო, უფრო იქით ჯერ არ იყო ესე მარტამდე რა ვნახავ ისიც ამაქვს ჩაწერილი პატარა რგოლი და მოკლედ არ ვიცოდი როგორ მომევლო. პირველად შევამჩნიე რომ ის იჭკნებოდა თავიდან შემეშინდა ვაიმე მეთქი ფუჭდება და სიცივე არ უყურს ეთყობა შევიტანე სახში გამოვიტანე და მივხვდი რომ სიცივე კი არა უწყლობა არ მოსწონდა, იმიტომ რომ პირველად დაუსხეთ თუ არა წყალი სხვა ყვავილებთან მე ესეთი საოცრება არ მინახავს, ესე იგი ძალიან დამჭკრავს დაუსხეთ თუ არა წყალი. გავლა გამომვლაში დაეტყო რომ გამოცოცხლება და დილით რო გამოვიდა ჩაულებდით რა ახალი ვითა ქონდა ფოთლები, აი ესეთი ნორჩი, როცა სანამ წყალს დაუსხავდი იყო გადასაგდები დამჭკნარი ხმელი ყვავილებით უკვე ჩამოღონებული და უფრო უარესი და მე შემამჩნია რომ ცოტა მოიწყენ და წყალს უსხავდი და ნუ ამას უკვე დასმული აქვს დიაგნოზი, რომ წყალის მოყვარულია. ოღონდ ეხლა რა უნდა არ შეგვეშალოს ცდომილებაში არ შევიდეთ, როცა ყინვებია, ყინვები რო დაიწყო სახლში შევიტანე. საკმაოდ გვიან შევიტანე რა სახლში. მე მგონი ნოემბრის ბოლოს თუ შეიძლება დეკემბერშიც კი. შევიტანე სახლში. სახლში რო შევიტანე, მანამდე ესე იგი თითქმის მთელი 1 წელი სახლში შეტანამდე და ახალი სიცივეების დაწყებამდე ეს ყვაოდა, ახალი ყვავილები, ახალი ფოთლები გამოჰქონდა. მე თვითონ უბრალოდ ჰიგიენის გამო თუ შევასხლავდი ხოლმე პატარა ესე დამჭკრა რაღაცეებს და ამოკითხულიდან ესე მახსოვდა თითქოს რომ ძველ ტოტებზე გამოაქვსო თუ რა ვიცი რაღაც ესეთი და ძალიანაც არ ვსხლავდი როგორც სხვა ყვავილებს ვებდღუნები ხოლმე. ხო და ის ესე ვიცი რა ყვავილების მოვლანა მაინც და მაინც ყველა ყვავილი გამომდის ორქიდეებისგან და გამომივ ორქიდეები და მე უცებ სასუქზე რაღაცას დაუსხო და უძვირფასესი ორქიდეები დამეღუპება ხოლმე ხო და ესე იგი ამან ესე გააკეთა რა და ამოიტანე ახლა აი გაზაფხულია და ყველამ გარეთაც გამოვიტანე დღეს და ესეთი სამწუხაროდ ზარი შემომევიდა მეგობრებო და უნდა დაგემშვიდობოთ და ესე არაფერი მთელი ზამთარი სახლში რაც იყო არ დაუსხი იმორთვეს წყალი, ეხლა წყლის დასხმა დაუწყე უკვე და გარეთაც გამოვიტანე დღეს და აი სულ ყველას აქვს კვირტები, ზამთარში ისე გამოიყურებ არ შეგეშინდეთ, თითქოს გაფუჭდაო და ახლიდან გაცოცხლდა. მადლობთ მოკლედ არტიშავს ტელეფონი და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ანუ ჰორტენზიები ვისაც მოგწონთ შეიძინეთ, ჩემი ლურჯია და ძალიან ეს ლამაზია და ადვილი მოსავლელი, წყალი არ უნდა მოაკლოთ, ზამთარში სახლში შეიტანოთ, გაზაფხულზე გამოიტანოთ. всё. მადლობთ ყურადღებისთვის.